საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით მცირე კვლევას აქვეყნებს და ამბობს, რომ ქარხანა საქართველოში რუსული ნავთობის რეალური ან ფიქტიური გადამუშავების და ექსპორტის საქართველოს სახელით გატანის ალბათობას ზრდის. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით დასავლური ქვეყნებისგან ეს შესაძლოა რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემად იქნეს მიჩნეული. ორგანიზაციამ მცირე კვლევას როიტერსის მიერ 2025 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიით იწყებს, რომლის მიხედვით 6 ოქტომბერს რუსულმა კომპანია რუსნეფტმა ყულევში ახალაშენებულ ქარხანას საზღვაო ტანკერ კაისერის გამოყენებით ნოვოროსიისკის პორტიდან გამოგზავნილი 105,000 ტონა ნავთობი მიაწოდა. როიტერსის ინფორმაციით ტვირთი ყულევის ნავთობის ტერმინალმა მიიღო, რომელიც ქარხნიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მაშინ ფაქტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ შემომტან გემზე მის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება. არასამთავრობოს ინფორმაციით ამ შემთხვევიდან მალე გემი დასანქცირდა, მათი მფლობელების შემთხვევაში კი მდგომარეობა ცალსახა არ არის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით ამ ინციდენტმა ეჭვები გააჩინა, ხომ არ არის ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემის ნაწილი. მართალია დღეს მდგომარეობით კომპანია რუსნეფტის აქციონერთა ზუსტი ვინაობა და განაწილება უცნობია, თუმცა საჯარო წყაროებში არსებული ბოლო ინფორმაცია მიანიშნებს, რომ კომპანიას საბოლოო ჯამში დღემდე ფლობს და აკონტროლებს მისი თავდაპირველი დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი. მიხაილ გუცერიევი ჯერ კიდევ 2021 წელს მოხვდა დასავლურ სანქციებში ბელარუსის დიქტატორ ლუკაშენკასთან კავშირის გამო. სანქცირებულია მისი ძმა და რუსნეფტის მეწილი საიდ სალამ გუცერიევიც. 2012 წელს პოლიტიკაში ახლად მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ძმები გუცერიევების მფლობელობაში არსებულ კომპანიას 982.5 მილიონ დოლარად მიყიდა მოსკოვში არსებული მისი უძრავი ქონების აქტივები. ყულევში ნავთობის შემოტანიდან 3 კვირაში 2025 წლის 24 ოქტომბერს კაისერი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვდა. ტანკერი დაემატა ევროკავშირის მიერ სანქცირებულ 560 გემს, რომლებიც ერთობლიობაში ჩრდილოვანი ფლოტის სახელით არის ცნობილი და რუსეთს ეხმარება ნავთობპროდუქტების გაყიდვაში. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, რომელიც ქართულ მედიას ეყრდნობა, დაიწყო თუ არა ყულევის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება უცნობია. მედიის ინფორმაციით ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ქარხანაში საცდელი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალურად გახსნილი ჯერ არ არის. არასამთავრობო ორგანიზაცია ქარხნის მფლობელების მაკა ასათიანისა და მისი მეუღლის კონსტანტინე გოგელიას რუსულ კავშირებსაც განიხილავს. ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის საბოლოო მესაკუთრეებით ცოლ-ქმარი მაკა ასათიანი და კონსტანტინე გოგელია არიან. კონსტანტინე გოგელია ბიზნეს რისერჩ გრუპის ინფორმაციით წლების განმავლობაში რუსეთში საქმიანობს და არაერთ კომპანიას ფლობს. არის ნефტ რესურსის და არქტიკ ბანკერის დამფუძნებელი. გოგელიას კომპანიები მართავენ ტერმინალებს მურმანსკსა და ნოვოროსიისკში. მისი კომპანიები ეწევიან მყარი, თხევადი და აირისებრი საწვავისა და მსგავსი პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობასა და გადაზიდვას. რუსულმა მედია პროექტმა სააგენტომ გამოცემა პროექტის გამოძიებაზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია, რომ მაკა ასათიანის შვილი კახი ჟორდანია რუსეთში ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული. 2016 წლიდან 2023 წლამდე ის ფლობდა რუსულ კომპანიას Oil Energy Groups. 2018 წლიდან კახი ჟორდანია ფლობს 25%-იან წილს კომპანიაში დოლოგისტიკში, სადაც მისი პარტნიორი არის სერგეი ალექსეევი. სერგეი ალექსეევი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის შვილია. გამოცემა პროექტის სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ სერგეი ალექსეევი ბიზნეს საქმიანობაში ჩართვამდე კომპანია რუსნეფტში მუშაობდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით საქართველოში სხვადასხვა გზით რუსული ნავთობის წარმოშობის გათეთრების რისკებზე გავლენიანი ბრიტანული კვლევითი ცენტრი Foreign Policy Center-ით საუბრობს.